ქართული ოცნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს აერთიანებს. ამ გადაწყვეტილებას აკადემიურ სფეროში კრიტიკული შეფასებები უკვე მოჰყვა. გაერთიანების წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს როგორც თესეუს, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ლევან გორდეზიანის თქმით, ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი კონტროლის დამყარება. მისი შეფასებით ის, რაც დღეს ხდება, საწინააღმდეგოა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს განათლების რეფორმა. სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარი კრიტიკული მოსაზრება გამოაქვეყნა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ირინა გოცირიძემაც. უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი პროტესტის ნიშნად ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა. დღევანდელი შეკრების მიზანი არის ის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა დარჩეს როგორც აქამდე იყო ტექნიკური და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფლაგმანად, უნივერსიტეტად, რომელსაც აქვს თავისი პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი ისტორია და აქვს ასევე თანამედროვე დონეზე საერთაშორისოდ აღიარებული და აკრედიტებული პროგრამები, რომელთა განხორციელება ხდება არა მარტო დაუშვათ საქართველოს მასშტაბით, არამედ რეგიონშიც ეს არის ერთადერთი თავისი ისტორიული მემკვიდრეობის და თავისი განუმეორებელი აწყოსი და მომავლის უნივერსიტეტი. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სასწავლებლების გაერთიანებით უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი არ გაიზრდება. მათი შეფასებით, საქართველოს 200-ასლოვანი უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგებით ცალსახად სავალალო მდგომარეობაში იყო, თუმცა გაერთიანება ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს. 100-ასლოვანი უნივერსიტეტისგან, რომელიც ცალსახად სავალალო მდგომარეობაში იყო და საერთაშორისო რეიტინგებით თუ სწავლის ხარისხით ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ეხლა რაღაცა ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს, იმიტომ რომ ორი ცუდის გაერთიანებით ერთ ცუდ კაცს დავესესხები, ორი სუსტის გაერთიანებით ძლიერი არ იქნება. ორი უსუსტესი მონსტრი ეხლა უნდათ რომ გაერთიანონ, ორი ინტერესი იკვეთება. ერთი ეს არის აკადემიური თავისუფლების სრულად მოსპობა და ტოტალური კონტროლი. ისედაც ეხლა რაღაცა კრიმინალური ელემენტები მართავენ ამ უნივერსიტეტებს. ერთი ეს არის და მეორე ცალსახად ქონებრივი საკითხის დგას. ქონებრივი იმ უძრავი ქონებისა, რომელიც ამ ორ უნივერსიტეტს ქალაქის აბსოლუტურ ცენტრში გააჩნია. სხვა შინაარსზე რატომ უნდა გაერთიანო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც თავის 100-ასლოვანი ისტორია აქვს და დამოუკიდებელი ორგანიზმია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უბრალოდ არ იხსნება. განათლების რეფორმაც ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მორიგი აქტივობა, ასე ვთქვათ, მოდი, ოცნების მხრიდან, რომ მაქსიმალურად დაგვაშორონ ზოგადად თანამედროვე განათლების, ასე ვთქვათ, და ევროპული პირველ რიგში პროცესისგან. შეზღუდონ აკადემიური თავისუფლება, შეზღუდონ კონკურენცია, შეუზღუდონ ჩვენს ახალგაზრდებს არჩევანის თავისუფლება და ისეთი თავისუფალი, ასე ვთქვათ, სფერო, როგორც არის განათლება, რომელიც რა თქმა უნდა იყოს დამოუკიდებელი. აი ეს სფეროც კი სულ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. ეს არის და ეს. შესაბამისად, ვერანაირი პოზიტიური გამოხმაურება და კომენტარი სამწუხაროდ ვერ გვექნება ამ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რომ უფრო მეტი კონტროლი დააწესოს ოცნებამ ამ შემთხვევაში უკვე განათლების სისტემაზე. თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ივანიშვილის პარტიაში. ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ განათლების რეფორმის მიზანი როგორც უნივერსიტეტის რეიტინგისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაზრდა, ასევე კვალიფიციური პერსონალის მოზიდვა. მინისტრმა ბატონმა გივი მიქანაძემ განმარტა ორი უნივერსიტეტის გაერთიანების მიზანი, რათა მოხდეს როგორც პროფესორების და პერსონალის ძალების გაერთიანება, ასევე მატერიალური ტექნიკური სახსრების და საშუალებების გაერთიანება, რომელიც საბოლოო ჯამში მეგუპალს იქამდე რომ როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტიც მეც გახდით და ასევე ტექნიკური უნივერსიტეტიც გაერთიანების შედეგად გახდნენ უფრო რეიტინგულები, უფრო მეტი ფასი, მეტი ძალა ჰქონდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არა მხოლოდ დიპლომს, არამედ გადაცემულ ცოდნას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილების შესახებ ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ საზოგადოებას დღეს ბრიფინგით აცნობა. მიქანაძის თქმით, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რის მისივე განმარტებით ჯავახიშვილის უნივერსიტეტისთვის საწინდარი იქნება. რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი გახდეს. როგორც მიქანაძე ამბობს, სასწავლებლების გაერთიანების მიზნით მართვის დროებითი ორგანო საბჭო შეიქმნება, რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას კი რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები უზრუნველყოფენ, რაც შეეხება სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას. ამისთვის მიქანაძის თქმით, დამატებით წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა შეიქმნება. ოცნების განათლების მინისტრი ამბობს, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მოხდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ამბობს, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ამ თემაზე ის რადიო თავისუფლებას ესაუბრა. მისივე თქმით, ორი სასწავლებლის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა დღეს დილით ტელეეთერებიდან გაიგეს. ჩემი თანხმობა ეს არაფერს არ ნიშნავს. ფასო განათლებას დავთანხმდი ამ წუთში, დავთანხმდი პედაგოგების ხელფასის მომატებას და იმ სკოლას როგორ უნდა შეიქმნას. და ამაზე გვექნება საუბარი და ზუსტად არიცით, ხო სწორად მე. რა თქმა უნდა, ბოლო წუთა ბოლომდე არ მისაუბრე ამაზე, რა თქმა უნდა, ბოლომდე გვექნება და ამ საუბარს შემდეგ მოვახსენებ ჩვენ წრეებსაც, აკადემიურ წრეებსაც. კი ბატონო, რამდენი ხანი იყო დაახლოებით ამ საკითხზე კონსულტაცია, რამდენჯერ შეხვდით, სად იმართებოდა შეხვედრა? ამაზე ერთი წელიწადია, მაგრამ გუში ეს გადაწყვეტილება ჩემთვის გუში გახდა ცნობილი. ანუ გუშინ გაიგეთ რომ უერთდებოდით? გუში გავიგეთ რომ ეს აზრი იყო, დიახ. უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. მაშინ კობახიძემ თქვა, რომ განათლების სისტემა თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს და მათი მიზანია, რომ სწავლა საქართველოში ისეთივე ხარისხიანი გახდეს, როგორც უცხოეთში. დაანონსებული საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის ფარგლებში ოცნება ასევე გეგმავს, რომ ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი არსებობდეს.